19 მარტს დიდმარხვის მესამე კვირას სრულიად მართლმადიდებელი სამყარო ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, წმინდა სინოდის წარმომადგენლებთან და ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად საკვირაო ლიტურგია აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს და უფალს შესთხოვა ყველა ქრისტიანს ბოლომდე მიატანინოს საკუთარი ჯვარი. ასევე მრევლს შეახსენა, რომ 25 მარტს არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე და დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ლოცვა თავად უწმინდესისა და უნეტარესი პატრიარქის მიერ აღევლინება. ქადაგების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელმა ეკლესიაში 25 წლიანი მოღვაწეობისთვის არქიმანდრიტი დავითი ჭინჭარაული მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი უფალი იესო ქრისტე ბრძანებს ვისაც უნდა შემოდგომათ ჩემდა აიღე ჯვარი შენი უარყავ თავი შენი აიღე ჯვარი შენი და შემომიდეგმე რა ბედნიერია ის ადამიანი რომელიც უარყოფს თავსა თვისა და აიღებს ჯვარსაც თავისას. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იღებს სხვის ჯვარს, რამდენად მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მეტად მძიმეა სხვისი ჯვარი. უფალი აძლევს ჯვარს ვისი ძალის მიხედვით და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგცეს ჯვარი ჩვენი, ის ჯვარი, რომელსაც ჩვენ ბოლომდე მივიტანთ, ის ჯვარი, რომელიც სულუხარს ჩვენთვის, ის ჯვარი, რომელიც ღვთისნებით იქნება მოცემული ჩვენთვის. დღევანდელი კვირა არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა და შევთხოვთ უფალს, რომ ბოლომდე მიგვატანინოს ჯვარი ჩვენი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. 25 წელია ჩვენს ეკლესიას ემსახურება არქიმანდრიტი დავითი ჭინჭარაული და დღეს გადავწყვიტეთ, რომ დავაჯილდოვოთ ჩვენ მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს Axios, axios, axios. 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 Axios, axios, გახსენებთ, რომ შაბათს
არის დიდი დღესასწაული 100 წლის თავი საქართველოს ეკლესიის აღდგენიდან როცა უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ ლეონიდემ გამოაცხადა სვეტი ცხოველში რომ აღდგენილია ავტოკეფალია შესრულებული იქნება საზეიმო წირვალოსმა და მე თვითონ შევასრულებ წირვას ჩვენთან არს ღმერთი ვენთხოვით იმ ჯვარზე რომელიც გუშინ გამოტანილი იყო შუა ეკლესიაში